საქართველოს ახალი ომბუდსმენი ჰყავს. სახალხო დამცველის პოსტზე დღეს პარლამენტმა უჩან ანუაშვილი 82 ხმით 18 ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. უმრავლესობის კანდიდატი დღეს ერთადერთი იყო კენჭისყრაზე. რატომ უწოდა ოპოზიციამ ქართული ოცნების კანდიდატი და რა იყო მთავარი კრიტერიუმი სახალხო დამცველის შერჩევისას? მთავარ კითხვას თინა ხიდაშელი უპასუხებს. გადაცემის ბოლოს დაკარგა თუ არა საქართველოს მაპი ძალიან მაგრად ჩატარებული არჩევნების შემდეგ, როგორც ამას მიხეილ სააკაშვილი ამბობს. კობა ლიკლიკაზე გადაცემაში მთავარი კითხვა. თავარ კითხვას თინა ხიდაშელი ქუთაისიდან უპასუხებს. საღამოშტობისა ქალბატონ თინა. მინდა დავიწყოთ ჩვენი საუბარი ცოტა ხნის წინ მომხდარი ინციდენტით. პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწია ბოდიში მოეხადა პარლამენტში მომხდარის გამო, როდესაც დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ უმცირესობას უწოდა პოლიტიკური სუწინევრები, მას კორექტულობისკენ მოუწოდა შემდეგ თქვენმავე თანაგუნდელმა კობა დავითაშვილმა. შესვენებაზე კი მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია და როგორც გავრცელდა სააგენტოებით უმრავლესობასა და უმცირესობას შორის. რა სიტყვით ამ ინციდენტზე მართებთ თუ არა პარლამენტარებს უფრო მეტი თავშეკავება? მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელი არის ჩემთვის პირადად და ჩვენი პოლიტიკური გონდისთვის, ყოველ შემთხვევაში უმრავლესობისთვის იმ ტიპის გამოსვლები, რაც დღეს პარლამენტში მოვისმინეთ, ძალიან სამწუხარო არის, რომ მძიმე ფონია ზოგადად და შესაძლოა ადამიანები თავს ვერ იკავებენ, თუმცა საქართველოს პარლამენტის წევრებს გაცილებით უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, მაგრამ აუცილებლად აქვე ხაზგასმით უნდა აღვნიშნო ერთის მხრივ ის, რომ ნამდვილად ძალიან ჩემის აზრით არაკორექტული და პარლამენტარისთვის შეუფერებელი იყო ბატონი ნუკრის გამოსვლა, მაგრამ არანაკლებ მძიმე, შეურაცხყოფელი და არაადეკვატური იყო ბატონი ზურაბ ჯაფარიძის გამოსვლაც. და მე ყველას მინდა მივმართოთ ხოლო, რომ აბსოლუტურად გამოვრიცხოთ, არა ის რომ თავის შევიკავოთ, არამედ უბრალოდ გამოვრიცხოთ ასეთი ტიპის ურთიერთობები. ჩვენ ძალიან მძიმე დღეები გველოდება წინ, 4 წელია, როდესაც ამ პარლამენტმა უნდა იფუნქციონიროს და ყოველ ჯერზე თუ კი მორი გაბრაზებაზე ნერვები გუმტყუნებს, არ ამგონია რომ ეს ან საქმეს წაადგეს და ამ პარლამენტისთვის რაიმე ფორმით და მიზეზით სასარგებლო იყოს. და მე არ მინდა რომ ვიყოთ ვითარებაში, როდესაც ხშირად მოგვიწევს ბოდიშის მოხდა, მაგრამ როდესაც ბოდიში მოსახდელია, დარწმუნებულია რომ არავის არ ექნება პრობლემა, თუნდაც ხვის ნაცვლად, როდესაც საკუთარი გუნდის წევრს ეხება საქმე, ძალიან მარტივად მოვიხადოთ ბოდიში. ესეც განგვასხვავებს ჩვენ იმ დღევანდელი უმცირესობისგან, რომელიც 9 წლის განმავლობაში იყო უმრავლესობაში და რომელსაც არასოდეს არ დაუნახავს არავითარი პრობლემა, არც გამოსვლებში მათი გუნდის წევრების და მით უმეტეს არც მოქმედებებში. დაახლოებით 1 საათია, რაც ხანგრძლივი პროცესის შემდეგ დამტკიცდა სახალხო დამცველის კანდიდატურა. ეს არის უჩან ანუაშვილი, რომელსაც უმცირესობა უკვე ადანაშაულებს პოლიტიკურ მიკერძოებულობაში. მას დღეს უწოდეს ქართული ოცნების ომბუდსმენი. რა იყო მთავარი კრიტერიუმი უმრავლესობისთვის, როდესაც საბოლოოდ არჩევანი შეჩერდა სწორედ უჩან ანუაშვილზე? კანდიდატების რიცხვი იყო საკმაოდ დიდი. კი, ნამდვილად საკმაოდ ბევრი კანდიდატი იყო და ეს მხოლოდ მისასალმებელია. მე ვიტყოდი, რომ კანდიდატების უდიდესი უმრავლესობიდან ნებისმიერი იქნებოდა ღირსეული კანდიდატი ქვეყნის სახალხო დამცველობაზე, თუმცა არჩევანი შეჩერდა უჩაზე. ჩემთვის მარტივია ამ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ უჩას ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, რა ვიცი, 10 წელზე მეტია, 15 წელი ალბათ რაც ვიცნობ სწორედ იმ საქმიდან გამომდინარე, რომელსაც ის ემსახურებოდა და ჩემთვის პატივი იყო წლების განმავლობაში მასთან ერთად მეემუშავა ადამიანის უფლებების დაცვისთვის, მემუშავა ძალიან მძიმე დროში ქვეყნისთვის, როგორც შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, ასევე შემდეგი 9 წლიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს. კრიტერიუმი იყო სტანდარტული, მარტივი და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, ეს იყო პროფესიონალიზმი, პრინციპულობა, იმიტომ რომ სახალხო დამცველს გარდა იმისა, რომ უნდა კარგად ესმოდეს, რას ნიშნავს ადამიანის უფლებების დაცვა, რა სიმძიმესთან და პრობლემებთან არის ეს დაკავშირებული, ასევე ჭირდება ძალიან
მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ იყოს პრინციპული და არასოდეს არ ექვემდებარებოდეს იმ პოლიტიკურ კონიუნქტურას, რომელიც ქვეყანაში შეიქმნება ხოლმე. მთავარი ბრალდებები, რომელიც დღეს უჩასწინააღმდეგ ისმოდა, იყო ჩემთვის გასაოცარი, განსაკუთრებით იმ ხალხისგან, რომელმაც თეორიულად მაინც იცის, რას ნიშნავს ადამიანის უფლებების დაცვა და მე ჩემს კოლეგებს უმცირესობიდან დღეს მივმართე კიდეც პარლამენტის ხდომაზე, რომ ის ბრალდებები, რომელსაც ისინი უჩას უყენებდნენ, რომ თურმე ის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ გამოდიოდა, რომ მათ სამართალ დარღვევებში ამხელდა პროკურორი ვიცაუბრობსო, ეს უჩას საქმე იყო, ეს იყო ის, რასაც ის ემსახურებოდა ამ წლების განმავლობაში უფლებადამცველი შეუძლებელია ეფერებოდეს იმ ადამიანებს, რომლებიც მაღალ თანამდებობებს იკავებენ ქვეყანაში, სადაც ციხეში ადამიანების პატიმრების წამება ჩვეულებრივი ამბავია. ამიტომ გასაოცარი ის იქნებოდა სხვაგვარად რომ ესაუბრა უჩანანოაშვილს და სხვა პრინციპების მატარებელი რომ ყოფილიყო. ბრალდებების მეორე ტალღა იყო იმის შესახებ, რომ თურმე მას რაღაცაზე განცხადება არ გაუკეთებია და აქაც ჩემი აზრით სრულიად უსაფუძვლოა ეს ბრალდებები, იმიტომ რომ დღეიდან მოყოლებული, როდესაც ის უკვე სახალხო დამცველია, რა თქმა უნდა, ყოველ ჩვენგან შეუძლია მას დაუყენოს მოთხოვნა, რომ რეაგირება მოახდინოს ყველა ადამიანის უფლების დარღვევაზე, ან შესაძლო დარღვევაზე და გააკეთოს შეფასება, დადოს სამართლებრივი დასკვნა, მაგრამ როდესაც ხარ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, შენ თავად წყვეტ, რაზე იმუშავო, რომელი საქმეები შეარჩიო, შენი ორგანიზაციის პრინციპებიდან გამომდინარე, საქმიანობის პრიორიტეტებიდან გამომდინარე და არავითარი ვალდებულება არც ერთ უფლებადამცველს, რომელიც სამოქალაქო სექტორში მოღვაწეობს, არ აქვს, რომ მქონდეს ინფორმაცია ყველაფერზე, იცოდეს ყველა სოფელში, ყველა ქალაქში, ყველა ადამიანის მიერ გამოთქმული სიტყვის თუ ჩადენილი ქმედების შესახებ და დადოს ამის შესახებ შეფასებები და დასკვნები. ასეთი რესურსი სამწუხაროდ არც ერთ უფლებადაცვით ორგანიზაციას არ აქვს და ვერც ადამიანის უფლებათა ცენტრი იქნებოდა გამონაკლისი და მესამე, ჩემთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი შესაძლოა ამ ბრალდებებიდან, რასაც უმცირესობა დღეს უყენებდა უჩანანოაშვილს, იყო ის, რომ ის თურმე მე ბოლომდე კარგად ვერ გავიგე რას აბრალებდნენ, მაგრამ რაღაცას აბრალებდნენ აგვისტოს ომთან დაკავშირებით. მე მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, იმიტომ რომ ეს ის სფეროა, სადაც მე ყველაზე კარგად გავიცანი უჩანანოაშვილი ჩვენ 2 წლის განმავლობაში დღით და ღამე ერთად მუშაობდით კიდევ რამოდენიმე სხვა ადამიანთან ერთად, როდესაც ვამზადებდით ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის საქმეს საქართველოში აგვისტოს ომის დროს მომხდარი ეთნოწმენდის შესახებ. და მე ველოდებოდი, რომ დღეს მას მადლობას გადაუხდი და უმცირესობა, რომ ამ ადამიანმა შეძლო მოახერხა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი საერთაშორისო ტრიბუნიდან საუბარი ყოფილიყო ეთნიკურ წმენდაზე, ქართული სოფლების ეთნიკურ წმენდაზე აგვისტოს ომის დროს და ამის ნაცვლად მან მიიღო ბრალდებები იმ ხალხისგან, რომლის პირდაპირ მოვალეობა იყო აგვისტოს ომის შემდეგ, რომ თავად გაეკეთებინათ ეს საქმე, თავად მოეძიათ მასალები და თავად წარდგანიყვნენ საერთაშორისო ტრიბუნალში ასეთი საქმის აღძვრის მოთხოვნით. და კიდევ ერთხელ ამბობ იმის ნაცვლად, რომ მადლობა გადაეხადათ, რომ ზურაბადი იშვილის და საქართველოს სამართალდამცავების საკეთებელ საქმეს აკეთებდა ის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების მოძიებისთვის, ჩემთვის სრულიად გაუგებარი რაღაც ბრალდებები წაუყენეს. მე მესმის, რომ უმცირესობას ამოცანა აქვს, რომ ყველაფერს უნდა დაუპირისპირდეს, რაც ამ პარლამენტში მოხდება, მაგრამ მე არ მგონია, რომ ეს მაინც და მაინც წაადგება მათ საქმიანობას, თუმცა ეს მათი გადასაწყვეტია, როგორ მოიქცევენ. მე დღეს გავიხსენე და ეხლაც გავიმეორებ 2004 წელს, როდესაც სოზარ სუბარი არჩევა ხდებოდა სახალხო დამცველის პოსტზე, რესპუბლიკელები მაშინ უკვე ოპოზიციაში ვიყავით ნაციონალურ მოძრაობასთან და ჩვენ ძალიან ბევრი გვაკრიტიკეს იმისთვის, რომ ხმა მივეცით მაშინ სოზარის კანდიდატურას, იმიტომ რომ დარწმუნებული ვიყავით, რომ ის იქნებოდა ღირსეული ომბუდსმენი და ეს გამართლდა კიდეც, თუმცა კრიტიკა სწორედ იმიტომ ხდებოდა, რატომაც დღეს უმცირესობა საუბრობდა, რომ სოზარ სუბარი ასოცირდებოდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებასთან თავისუფლების ინსტიტუტში მუშაობის გამო. მაგრამ ეს არ გამხდარა ბარიერი ჩვენთვის, მაშინ ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური ძალისთვის, რომ მისი ღირსებები დაგვეფასებინა, მისი პროფესიონალიზმი დაგვენახა და ხმა მიგვეცა ადამიანის უფლებათა დამცველი სოზარ სუბარისთვის იმის მიუხედავად, ვინ რას საუბრობდა და რა ტიპის ემოციებს აღძრავდა მისი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებასთან მანამდე არსებული ურთიერთობები. მე მივმართე უმცირესობას, რომ გადაელახათ ეს ბარიერი და მოწოდების სიმაღლეზე ყოფილიყვნენ, როდესაც სავარაუდოდ მათი მთავარი პარტნიორის არჩევნები ხდებოდა დღეს ქვეყნის პარლამენტში, იმიტომ რომ ომბუდსმენი როგორც წესი ოპოზიციის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორია სახელმწიფო დაწესებულებათა შორის, მაგრამ მათ ვერ მეახერხეს
მაგრამ რაღაცა პარტიული დაკვეთის თუ პარტიული მოსაზრებებზე მაღლა დამდგარიყვნენ და ამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში თანამონაწილეები ყოფილიყო. ქალბატონო თინა, საჯაროდ გადაუხადეთ დღეს Facebook-ის საშუალებით მადლობა თამარ გურჩიანს იმისთვის, რომ საინტერესო პროცესი გაიმართა ომბუდსმენის არჩევასთან დაკავშირებით. რამდენად თანმიმდევრული იყო უმრავლესობა ამ პროცესში, რადგან არასამთავრობოები იყვნენ უკმაყოფილო, პრემიერ-მინისტრმაც განაცხადა, რომ უმრავლესობამ ფორმა დაარღვია ომბუდსმენის არჩევასთან დაკავშირებით. კი მე თამუნას დღეს მადლობა გადავუხადე, მე სამწუხაროდ ჩემი დღევანდელი სტატუსიდან გამომდინარე ვერ მივეცი ჩემ თავს იმის უფლება, რომ მთელი ამ დისკუსიების დროს საჯაროდ რაიმე მეთქვა სახალხო დამცველის კანდიდატებთან დაკავშირებით და დღეს ვინაიდან უკვე გადაწყვეტილება მიღებული იყო, ეს პრობლემა აღარ იყო და სწორედ ამიტომ ის რაც უკვე დიდი ხანია უნდა მეთქვა, დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან ვთქვი, ნამდვილად მადლობას ვუხდი მას, რომ სწორედ თამარ გურჩიანის მონაწილეობა ამ პროცესი უფრო ღია გახადა. სტანდარტი, რომელსაც სახალხო დამცველი საქმიანობის შეფასებისას გამოიყენებს საზოგადოება, უფრო მაღალი გახადა. თამასამაღლა აწია, როგორც ამას ამბობენ ხოლმე და ეს ბუნებრივია, რომ პროცესის სახალხო დამცველი საქმიანობის უფრო მეტი გამჭვირვალეობისთვის, უფრო მეტი სიჯანსაღისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ის დისკუსია, რომელიც თვეების ამ ერთი თვის განმავლობაში საზოგადოებაში მიდიოდა, იქნება და უკვე არის და იქნება მომავალში ძალიან პოზიტიური და დაეხმარება სახალხო დამცველს თავის საქმიანობაში. რაც შეეხება თავად პროცესს, მე არ ვთვლი, რომ აქ რაიმე განსაკუთრებული პრობლემები იყო, ვინაიდან ჩვენ განვაცხადეთ უმრავლესობამ, მე არ ვიცი კონკრეტული ადამიანები ჩვენი შემადგენლობიდან რას ამბობდნენ, მაგრამ უმრავლესობამ განაცხადა, რომ მზად ვიყავით ჩვენ მოგვესმინა ყველა კანდიდატისთვის, თანაბარი შესაძლებლობები მიგვეცა ყველასთვის და ამის შემდეგ შევჯერდებოდით საერთო არჩევანზე, რომელიც გაკეთდა კიდევაც დღეს პარლამენტის ხდომაზე. ის თავისთავად ის განცხადება ბატონი ბიძინასი, რომ ის მხარს დაუჭერდა, რომ ეს იყო სამოქალაქო საზოგადოების პრეროგატივა და მხარს დაუჭერდა მათ მიერ წარმოდგენილ კანდიდატს, ასეც მოხდა. სამწუხაროდ ერთგვარად არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა მთელ ამ პროცესს გარკვეულწილად, იმიტომ რომ ჩაითვალა, რომ მხოლოდ ერთი კანდიდატი იყო არასამთავრობო სექტორიდან წარმოდგენილი. ეს მართალია არასამთავრობოთა ერთი ჯგუფთან მიმართებაში, მაგრამ ასევე დასაფასებელი არის ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა ბატონი უჩას მხარდასაჭერად. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, მხოლოდ ის რაოდენობა, ვთქვათ, რომელ კანდიდატს რამდენი ორგანიზაცია უჭერდა მხარს, ვერ იქნებოდა განსაზღვრელი, რომ არა თავად მათი პოზიციები, რომელიც უმრავლესობისთან შეხვედრის დროს ყოველი მათგანისგან ჩვენ მოვისმინეთ და რამაც მიგვაღებინა ეს გადაწყვეტილება. რითი იქნება თქვენი მიდგომა განსხვავებული ძველი უმრავლესობის მიდგომისგან, რადგან კარგად გვახსოვს, რომ უმრავლესობა პრაქტიკულად არ ისმენდა, ძალიან მცირე რაოდენობა იყო დეპუტატების პარლამენტში, როდესაც სახალხო დამცველი გამოდიოდა და მიუხედავად სიმძიმისა ანგარიშების არასოდეს არ იზიარებდნენ მის რეკომენდაციებს. კი მე დღეს ჩემი გამოსვლის დროს პარლამენტში ეს აღნიშნე კიდევაც, რომ მე არ მინდა ვიყო იმ უმრავლესობის წევრი, სადაც ეს კიდევ ერთხელ განმეორდება. მე საქართველოს პარლამენტში მოვედი იმიტომ და იმ ძალასთან ერთად, რომელსაც ღრმად ვარ დარწმუნებული, კარგად ესმის, რომ ჩვენი წარმატება გადის სწორედ დემოკრატიის მშენებლობაზე და ადამიანის უფლებების დაცვაზე. ჩვენი ქვეყნის წარმატება, როგორც საგარეო ასპარეზზე, ასევე საშინაო ურთიერთობებში გადის სწორედ ერთის მხრივ ამ ინსტიტუტის, სახალხო დამცველის ინსტიტუტის სიძლიერეზე და მეორეს მხრივ საქართველოს პარლამენტის მიერ მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქციის, მაკონტროლებელი ორგანოს ფუნქციის შესრულებაზე. პარლამენტი ეს არ არის მხოლოდ საკანონმდებლო ორგანო, სადაც მთავრობა შემოიტანს კანონპროექტს, ან რომელიმე დეპუტატი კანონპროექტის ინიციირებას გააკეთებს და ამას მიიღებს. პარლამენტის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ფუნქცია არის აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი. სახალხო დამცველი ამ თვალსაზრისით არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი პარლამენტის წარმატებული საქმიანობისთვის. მე არ შემიძლია წარმოვიდგინო ის ვითარება, რომელიც ოდესმე შეიძლება კიდევ განმეორდეს საქართველოს პარლამენტში, რომ ერთგვარი დეპეშა მიიღოს პარლამენტმა სახალხო დამცველის სქელტანიანი მოხსენებების შედეგად, რომ მოისმინა და მორჩა. და ამას გაგრძელება აღარ ქონდეს, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა ქვეყნის პარლამენტში. პრობლემა მარტო ის კი არ იყო, რომ ცარიელ დარბაზში უწევდათ სახალხო დამცველებს გამოსვლა. პრობლემა ისიც იყო, რომ არავითარი რეაგირება ყველაფერ იმაზე, რაც ამ ანგარიშში ხდებოდა,
პარლამენტიდან არის მოდა. ჩემი ხედვა ამ საკითხის მიმართ ზუსტად იგივეა, რაც იყო მაშინ, როდესაც მე ვაპროტესტებდი სოზარ სუბარის ან შემდეგ უკვე გიორგი ტუღუშის ანგარიშებზე პარლამენტის რეაქციას. ჩემი ხედვა არის ძალიან მარტივი, ყოველი სიტყვა, ყოველი დადასტურებული პრობლემა სახალხო დამცველის ანგარიში უნდა გახდეს ჩვენი სამუშაო დღის წესრიგის ნაწილი. იქ სადაც კანონია შესაძლებელი, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ძალიან მყისიერად და სწრაფად ვიმოქმედოთ კანონის შესაძლებლად, რომ ადამიანის უფლებების დაცვას რაიმე საკანონმდებლო პრობლემა არ შეექმნას, ან ადამიანის უფლებების დარღვევას რაიმე ტიპის საკანონმდებლო ლეგიტიმაცია არ ქონდეს და მეორეს მხრივ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რა ზომის და ღონისძიების განხორციელებაც არ უნდა დასჭირდეს პარლამენტს. მან ყველა ზომა და ღონისძიება უნდა განახორციელოს იმისათვის, რომ ერთის მხრივ დაისაჯონ ისინი, ვინც ადამიანის უფლებებს დაარღვევენ და მეორეს მხრივ შეიქმნას პრევენციული მექანიზმები იმისათვის, რომ ასეთი დარღვევები აღარ განმეორდეს. თავარი ქალბატონო ეკა, რაც საქართველოში ხდებოდა ამ წლების განმავლობაში, ის კი არ არის კონკრეტული დანაშაულები კი არ არის, რომელსაც კონკრეტული ჩინოვნიკები ჩადიოდნენ. ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი იმედი მოქცევთ დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავები ამას მიხედავენ და პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. მაგრამ თავარი და გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ან ტრაგიკულიც კი შეიძლება ვთქვათ ის არის, რომ ამ დანაშაულების უდიდეს უმრავლესობა სისტემური ხასიათი ჰქონდა და პოლიტიკის ნაწილი იყო. სახალხო დამცველის და პარლამენტის ურთიერთობა სწორედ ამის მე გულისხმობ პოზიტიურ ურთიერთობას და საქმიან ურთიერთობას, წარმატებულ ურთიერთობას არის სწორედ ამგვარი სისტემური და პოლიტიკის რანგში გადაზიდული დანაშაულების პრევენცია და პრაქტიკულად შეუძლებლობაც კი. ჩვენი ამოცანა სწორედ ეს უნდა იყოს ყველა შემთხვევაში, სადაც გამოჩნდება, რომ რაღაც ტიპის პრობლემა სისტემურ ხასიათს იძენს, ჩვენ ყველანი ერთად პარლამენტით, სახალხო დამცველით, სხვა დაწესებულებებით, სახელმწიფო დაწესებულებებით, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოება უნდა ვიდგეთ მოწოდების სიმაღლეზე, რომ ჩანასახშივე არ დაუშვათ ასეთი სისტემურობის გაჩენა, თორე დანაშაული ყველა ქვეყანაში ხდება და ამისგან დაზღვეული არავინ არ არის. დღესვე დაამტკიცა პირველი მოსმენით პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტი. თქვენ გქონდათ შენიშვნები, მაგალითად ითხოვდით ნარკოტიკების მოხმარებისთვის გასამართებული პირების სრულ ამნისტიას. რა არ მოგწონთ კიდევ ამ კანონპროექტში და რა ფიქრობთ, რომ არის შესაძლებელი? მე ვფიქრობ, რომ ის მოთხოვნა, რომელიც მე დღეს დავაყენა საქართველოს პარლამენტში, სრულიად სამართლიანია, არა მარტო იმ ადამიანებთან მიმართებაში, ვინც ნარკოტიკების მოხმარებისთვის ზიან ციხეში, არამედ ჩვენი პოლიტიკური ძალის წინასაარჩევნო პროგრამასა და საქმიანობასთან მიმართებაშიც. იმიტომ რომ ჩვენ წინასაარჩევნოდ გამოცხადებული გვქონდა, რომ ნარკოტიკის მომხმარებელი ეს არ არის დამნაშავე და რომ ეს პრაქტიკა საქართველოში უნდა დამთავრდეს. შესაბამისად, თუ კი ჩვენ დღეს ვიქნებთ ამნისტიის აქტს, ბუნებრივია, რომ ეს განაცხადი პირველ რიგში სწორედ ამ აქტში უნდა ავსახოთ. ერთია, როდესაც დეკრიმინალიზაცია მოხდება ამგვარი დანაშაულის და ამას გარკვეული დრო და პროცედურები ჭირდება ასევე, მაგრამ მეორეა, რომ აგერ არის ამნისტიის აქტი და გაუგებარია, რატომ არ უნდა დავიწყოთ ამ პოლიტიკის გატარება დღეიდან. ამიტომ ჩემი პოზიცია, რომელიც ასევე უმრავლესობის ძალიან ბევრი წარმომადგენლის პოზიციას ემთხვევა, არის ის, რომ ნარკოტიკების მოხმარებისთვის, ხასუსო მოხმარებისთვის საჯელახშუების დაწესებულებაში მყოფი პირები ამ ამნისტიის აქტით უნდა გათავისუფლდნენ რაიმე პირობების გარეშე. ამას გარდა მე ვერ ვიტყოდი, რომ რომელიმე პრინციპული დებულება, ან რომელიმე პრინციპული საკითხია, განსაკუთრებით პრინციპული საკითხია, რასთანაც მე პრობლემა მაქვს. კანონპროექტს აქვს რამოდენიმე ტექნიკური ხარვეზი, მაგრამ ეს პირველი მოსმენა იყო, ამიტომ ეს პრობლემა არ არის და ბუნებრივია, რომ მეორე წაკითხვის დროს გასწორდება, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო აი ამ დებულების დისკუსიაზე გამოტანა. და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ცვლილება აისახება კანონპროექტში, როდესაც ჩვენ მას მივიღებთ მეორე წაკითხით. თითქმის 5 საათის განმავლობაში კითხავდნენ დღეს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ივანე მერაბიშვილს, რომელიც თავის მხრივ აცხადებს, რომ ხელისუფლების მიზანია ნაციონალურ მოძრაობას, როგორც პარტიას, არ ჰქონდეს საშუალება ამ ხელისუფლების კრიტიკა გააგრძელოს. მე მაინტერესებს, რამდენად მისაღებია თქვენთვის ის ფორმები, როგორც მოქმედებენ სამართალდამცველები ყოფილი ჩინოვნიკების წინააღმდეგ?
მე არ ვიცი კრიტიკის უფლების აკრძალვასა დაინახა ბატონო, იმიტომ რომ ჩვენ ერთი თვეა, ორი თვეა უკვე პრინციპში საქართველოს პარლამენტში ყველანი ერთად მთელი საქართველო უყურებს, რომ არავინ არ ზღუდავს მათ არც სიტყვის უფლებას, არც გამოსვლის უფლებას და არც რაიმე კრიტიკის უფლებას. ეს ყველა ადამიანის სიტყვის თავისუფლება, ყველა ადამიანის თანდაყოლილი უფლებაა და ჩვენი ხელისუფლება ნამდვილად არ აპირებს ამ მხრივ რაიმე ბარიერის შექმნას და პრობლემის შექმნას. თუკი ვანო მერაბიშვილს განცდა აქვს, რომ რაიმე სხვა მიზეზით ისინი კარგავენ ასეთ უფლებას საზოგადოების განწყობის გამო თუ კიდევ რაიმე სხვა მიზეზით, ეს მხოლოდ მათი პრობლემაა და ჩვენ აქ არაფერ შუაში არ ავართ. მე საერთოდ ჩემთვის საერთოდ ძალიან პრინციპში გაუგებარი არ არის გასაგებია, მაგრამ მიუღებელია მთელი ეს ისტერია, რომელიც ტყდება ხოლმე ყოველი ასეთი დაკითხვის წინ. იმიტომ რომ ეს არის ძალიან ჩვეულებრივი, ლეგიტიმური, სამართლებრივი პროცედურა, რომ თუ კი სამართალდამცავებს აქვს კითხვები, ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს. მე იმ დღეს პარლამენტში ვთქვი და დღესაც გავიმეორებ, მთავარი განსხვავება რა არის ჩვენს და ნაციონალურ მოძრაობას შორის ამ თვალსაზრისით. აი ასეთივე ამბავი ატყდა გოგა ხაჩინძის მშობლების სახლის გაჩხრეკვის დროს. და მოამბრავი სპეკულაცია იყო ამ თემაზე. ოღონდ ყველაზე მთავარი დაავიწყდა ხელისუფლებას, რომელიც ამბობდა, რომ დილის 6 საათზე 25 კაცი შევარდა რაღაც საოცრებები ვილაპარაკეს. და იქვე ამბობდნენ, რომ თავად ბატონი გოგას მამა ამბობდა ინტერვიუში, როგორც მე მითხრეს, მე პირადად არ მინახავს, მაგრამ როგორც მითხრეს, რომ მან დაადასტურა იქ იმ იარაღის არსებობა, რომელიც ამოღებული იყო. ოღონდ ხელისუფლებას მართლა იზრდომებოდა, რასაც ჩვენ ნაციონალური მოძრაობა გვაბრალებს, მაშინ იქ ძალიან დიდი რაოდენობით იარაღს აღმოაჩენდნენ და არა მხოლოდ იარაღს. ამას აკეთებდა 9 წლის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობა, სადაც შედიოდა გასაჩხრეკად, შემდეგ იქიდან ხან ბავშვის კარადებიდან ამოქონდათ ხოლმე საბრძოლო მასალები და ხან აკონების ქვეშ. გოგა ხაჩიძის მამის სახლიდან არაფერი ასეთი სახლთან დაკავშირებით არაფერი მსგავსი არ მომხდარა. იმიტომ რომ დანაშაულის პროვოცირება კი არ არის ჩვენი ამოცანა. ხელისუფლების ამოცანა, სამართალდამცავების ამოცანა არის ყისიერი რეაგირება მოახდინონ ყველა სამართალდარღვევაზე, რომელიც მათთვის ხდება ცნობილი. და როდესაც ასეთი არ დასტურდება, ისინი მიდიან და იქ იარაღს არტოვებენ იმისათვის, რომ ადამიანი არარსებული ბრალდებით დააკავონ. ზუსტად იგივე შემიძლია გითხრათ ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაზე. ფორმებს რაც შეიძლება, მე რამდენჯერმე უკვე ვთქვი ეს ტელევიზიით და თქვენი ერთ-ერთიც გავიმეორებ. დიახ, მე ძალიან არ მომეწონა, როდესაც ვნახე ბატონი გეწაძის დაკავების კადრები ტელევიზიით. იმიტომ რომ მე მგონია, რომ ეს პრინციპულად და ფუნდამენტურად უნდა განგვასხვავებდეს ჩვენ ძველი ხელისუფლებისგან. ადამიანი შეიძლება იყოს კონკრეტული სამართალდარღვევის ჩადენაში ეჭვმიტანილი, შეიძლება ეს არ დადასტურდეს, მაგრამ იმის მიუხედავად ეს დადასტურდება თუ არ დადასტურდება, ჩვენ არ აგვაქვს უფლება ადამიანს შეურაცხყოფა მივაყენოთ. ხელბურკილ დადებული ადამიანის ვიდეო მასალა ეს არის მისი პიროვნების შეურაცხყოფა, ღირსების შელახვა და ეს არ არის სწორი. და ეს მე არ მომწონს და იმედი მაქვს, რომ ასეთ კადრებს საქართველოს არ ნახავს. მაგრამ ნამდვილად ვერ მივიღებ ვანო მერაბიშვილისგან იმას, რაც ჩვენ ნახეთ მისი პირველი დაკითხვის დროს, როდესაც მან განაცხადა, რომ არ უნდა მისი ჩვენება გადაიღონ ვიდეოთი. მისგან ეს უბრალოდ სასაცილო და ცინიკურია. იმ კაცისგან, რომლის დროსაც ჩვენ ღამის პერანგებში და პიჟამოებში ჩასმულ ადამიანებს, აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანებს, დამნაშავეებიც რო ყოფილიყო, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ უდანაშაულო ადამიანებს, პატარა ბავშვებს, დაკავებულების ცოლებს გვაჩვენებდნენ ტელევიზიით დაწიოკებულებს. და ამასობაში მას პრობლემა აქვს, თურმე ვიდეო მისი ჩვენების ვიდეო ჩაწერის. ასევე ჩვენ ნანახი გვაქვს სერიალები, არ ვიცი, ათასობით სერია, ზოგჯერ იწულებით, ზოგჯერ წამებით, ზოგჯერ ნებაყოფლობით მიღებული ჩვენებების, რომელსაც მუდმივად გვთავაზობდა ხოლმე ნაციონალური მაუწყებლები. ამიტომ მოთხოვნებში უნდა იყვნენ ადეკვატური იმისათვის, რომ მიიღონ ადეკვატური რეაქცია, თანაგრძნობა. მაგრამ ნამდვილად ცინიკურია მათი მხრიდან. ეხლა თუ მოლოდინი იმისი აქვს, რომ ჩვენ დავждებით, დავიზაფრებით და ყოველ მათ გამონათქვამზე ვიშვიშ დავიწყებთ, ეს ნამდვილად არ იქნება, იმიტომ რომ ეს ამბები გუშინ ხდებოდა. ჩვენ 40 და 80 წელი არ გვაშორებს ამ ამბებისგან, ეს ხდებოდა გუშინ, ხდებოდა ჩვენს თავს და ხდებოდა იმ ადამიანების ოჯახებში, რომლებიც ხედან ეხა ტელეკამერებთან და ელოდებიან ერთის მხრივ იმას, რაც ჩვენ დღეს გავაკეთეთ, რომ მათი უკანონოდ დაპატიმრებული შვილები საპატიმროებს დატოვებენ და მეორეს მხრივ იმას, რომ სამართლიანობა აღდგება და ემათ, ვინც აწამებდა, ვინც ადამიანების სიკვდილის გადაწყვეტილებებს იღებდნენ, ვინც დეპუტატების გატაცების გადაწყვეტილებებს იღებდნენ, ცემის, სასიკვდილოდ გასწორების გადაწყვეტილებებს იღებენ, მათ პასუხს გასცემს სამართალი
კანონი და მართლმსაჯულება. ამიტომ ნურავის გაუკვირდება იმის მიუხედავად, ვის რაც შინ და მედალი აქვს მიღებული, ან რა თანამდებობა ქონდა, თუ კი მათ მოუწევთ, გნებავთ შინაგან საქმეთა სამინისტროში და გნებავთ პროკურატურაში დაკითხვაზე მოწმის სახით სიარული. ეს არის კიდევ ერთხელ ჩვეულებრივი პროცედურა დემოკრატიული საზოგადოებისთვის თანმდები პროცედურები. და შესაძლოა ეს ვინმეს არ მოსწონდეს, არ სიამოვნებდეს, არ ხიზიანებდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სამართალდამცავი უწყებები უნდა გაჩერდნენ და არაფერი არ უნდა აკეთონ. კიდევ ერთი თემა, ქალბატონი თინა, ეს არის რელიგიური დაპირისპირებები, იყო უკვე რამდენიმე ინციდენტი, საკმაოდ უსიამოვნო. მათ შორის დღეს წინ წყაროში. ხმა დავკარგე თქვენი არ მესმის. ახლაც არ გესმით? გესმით ახლა ხმა? გესმით ქალბატონი თინა ხმა? არ მესმის თქვენი ხმა. ეხლა მესმის. კი დაბრუნდა ეკა. დაბრუნდა. ძალიან კარგი. რელიგიური დაპირისპირებების შესახებ მინდა დაგისვათ შეკითხვა. უკვე რამდენიმე ინციდენტი იყო, მათ შორის დღეს წინ წყაროში. პრემიერ-მინისტრმა სპეციალური განცხადება გაავრცელა ამის გამო. მან თქვა, რომ ეს ყველაფერი ატარებს პროვოკაციის ხასიათს. თქვენ როგორ ფიქრობთ, პროვოცირებული არის ეს კონფლიქტები? მე ვნახე პრემიერის განცხადება, მე არა მაქვს ზუსტი და დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ეყრდნობოდა ეს განცხადება, მაგრამ რამოდენიმე შემთხვევაში მე მაქვს ინფორმაცია, კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არა მაქვს დეტალური მონაცემები, მაგრამ მაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ხდებოდა ასეთი ამბების პროვოცირება, განსაკუთრებით ნიგვზიანთან დაკავშირებით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, არ შემიძლია დასაბუთებულად და დადასტურებულად ამაზე საუბარი, მაგრამ როგორც ჩანს, სამართალდამცავებს აქვთ ამის თაობაზე ინფორმაცია და სწორედ მასზე დაყრდნობით გააკეთა დღეს პრემიერმა ეს განცხადება. ძალიან დიდი მადლობა, რომ მოახერხეთ და ჩაგვერთეთ. დიდი